მოგესალმებით. მოდით დრო არ დავკარგოთ და პირდაპირ დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი მიმოხილვა. დღეს ერთად უნდა მოვაწყოთ ძალიან მაგარი ვიზუალური ტურის საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქში, სალონიკში, ან როგორც ზოგჯერ ეძახიან, თესალონიკში. იცით თუ ოდესმე გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა ადგილი, სადაც 1000 წლეულების ისტორია და სრუმია თანამედროვე გიჟური რიტმი ერთმანეთს უბრალოდ იდეალურად ერწყმეს, მაშინ ეს ზუსტად ისაა, რასაც ეძებთ. მოკლედ მოემზადეთ, რადგან ეს მოგზაურობა ნამდვილად დაგვანახებს ამ უნიკალური ქალაქის ნამდვილ სულს. ჩვენი დღევანდელი გეგმა ასეთია. ჯერ ზოგადად გავიცნობთ სალონიკს. მერე ავალთ ციხესიმაგრეებსა და უძველეს ძეგლებთან. ამის შემდეგ ჩამოვივლით ისტორიულ ბიზანტიურ ტაძრებს და ბოლოს იმ ცოცხალ ენერგიულ მოედნებსა და უბნებს ვესტუმრებით, რითაც ეს ქალაქი ასე ამაყობს. დავიწყოთ პირველი ნაწილით, კეთილი იყოს თველი მობრძანება სალონიკში, ქალაქში, რომელსაც უამრავი შრეი აქვს. მოდით ვნახოთ, რატომ არის ის ისტორიულად ასეთი გამორჩეული. ხომ იცით, სალონიკი უბრალოდ მორიგი დიდი ქალაქი არ გეგონოთ. ეს არის პირდაპირი გაგებით ცოცხალი მუზეუმი. წარმოიდგინეთ, ერთ ქუჩაზე მიდიხართ და ერთმანეთს ენაცვლება რომაული, ბიზანტიური და ოსმალური ეპოქის არქიტექტურა. ეს უბრალოდ დაუჯერებელი სინთეზია. და სწორედ ამიტომ აქაური უამრავი ძეგლი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ფაქტობრივად, აქ ისტორია სიტყვასიტყვით თქვენ თვალწინ ქუჩებში ცხოვრობს. იცით, ყველაზე მაგარი მიდგომა ამ ქალაქის გასაცნობად არის ტურის დაწყება ზემოდან ქვემოთ. ანუ, ჯერ ავდივართ სულ მაღლა, ეგრეთ წოდებულ ზედა ქალაქში და მერე ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ვეშვებით ქალაქის ცენტრისკენ, ძეგლებისა და ტაძრების გავლით, პირდაპირ პორტისა და ცოცხალი მოედნებისკენ. ეს არ არის უბრალოდ გასიერნება, ეს უფრო დროში მოგზაურობას ხავს. გადავედით მეორე ნაწილზე, აქ უკვე ნახავთ ციხესიმაგრეებსა და უძველეს ძეგლებს და როგორც თქვით, ვიწყებთ აკროპოლისიდან და ნელ-ნელა მოვდივართ დაღმართზე. მაშასე, ვიწყებთ ანოპოლიდან. რაც როგორც ალბათ მიხვდით, პირდაპირ ნიშნავს ზედა ქალაქს. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს იდეალური ადგილია ტურის დასაწყებად, რატომ? იმიტომ რომ აქ ყველაზე მაგრად არის შემონახული ძველი ქალაქის ის ავთენტური, ნამდვილი სული. გარშემო ტრადიციული მაკედონიური არქიტექტურა, ვიწრო ქუჩები, ძველი სახლები, ფაქტობრივად ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს სადღაც შორეულ წარსულში გაიგვიძეთ. და აი, ზუსტად ამ ზედა ქალაქის ყველაზე მაღალ წერტილზე ამაყად დგას ეპტაპირგიონი. თუმცა, ბევრი მას იედიკულეს სახელითაც იცნობს. წარმოიდგინეთ უზარმაზარი, მასიური ციხესიმაგრე, რომელიც ბიზანტიური და ოსმალური სტილის რაღაც საოცარი ნაზავია. საუკუნეების განმავლობაში ის მძლავრ ფარად ედგა ქალაქს და ზემოდან გადმოყურებდა ყველაფერს. ნამდვილად შთამბეჭდავი სანახავია. ახლა, სანამ ამ გორაკიდან ჩამოსვლას დავიწყებთ, ერთი წამით დაფიქრდით იმაზე, რომ ფიზიკურად გავდივართ 1000 წლეულზე მეტი ხნის ისტორიას. დიახ, ზუსტად ასეა. ჯერ შეგვხვდება მე-4 საუკუნის დასაწყისის გალერიუსის თაღი, მერე გადავალთ მე-7 საუკუნეში, აგია სოფიასთან და ბოლოს პირდაპირ მე-15 საუკუნეში ამოუყოფს თავს. არ ვიცი თქვენ როგორ ხართ, მაგრამ ჩემთვის ეს დაუჯერებელია. აი ეს კი მართლა ძალიან საინტერესოა. როტონდას ერთგვარი ორმაგი ცხოვრება. თავიდან ეს უზარმაზარი წრიული შენობა რომის იმპერატორმა გალერიუსმა ააგო. მაგრამ მერე და მერე, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე ისტორიაში, დროთა განმავლობაში მისი ფუნქცია შეიცვალა. ერთ ეპოქაში ის ქრისტიანული ტაძარი იყო, მეორეში კი ისლამური მეჩეთი. და იცით რა არის ყველაზე მაგარი? ამ ყველაფრის მიუხედავად, შიგნით მაინც შენარჩუნებულია ის უნიკალური უძველესი ბიზანტიური მოზაიკები. როტონდადან ფაქტობრივად ორი ნაბიჯია და უკვე გალერიუსის თაღთან ვართ, ან როგორც ადგილობრივები ეძახიან, კამარასთან. ეს მონუმენტი ჯერ კიდევ მე-4 საუკუნის დასაწყისში აშენდა. მიზეზი? იმპერატორმა სპარსელებზე გამარჯვება იზეიმა. ახლოს თუ მიხვალთ და კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, რომ მთელი თაღი დეტალური ურთულესი საომარი სცენების ამსახველი რელიეფებითაა დაფარული. თითქოს ქვაზე ამოტვიფრული კომიქსია უძველეს ბრძოლებზე. ვაგრძელებთ გზას. მესამე ნაწილი. ისტორიული ბიზანტიური ტაძრები, ანუ ქალაქის სულიერი გული. არის ერთი ასეთი გადმოცემა, ტაძრის ქვეშ მდებარეობს კრიპტა, სადაც ქალაქის მფარველი წმინდანი ეწამა. ეს სიტყვები პირდაპირ მიგვითითებს წმინდა დიმიტრის ტაძრისკენ. ეს არ არის უბრალო შენობა ხალხო, ეს ქალაქის მთავარი ბაზილიკაა. და ის რომ მიწის ქვეშ ასეთი იდუმალი და წმინდა კრიპტა იმალება, ამ ადგილს მართლაც განსაკუთრებულ სულიერ ენერგიას ანიჭებს. შემდეგი გაჩერება მე-7 საუკუნის აგია სოფია. სახელი გეცნოთ არა? დიახ, ზუსტადაც. ეს ბიზანტიური შედევრი პირდაპირ კონსტანტინოპოლის, ანუ დღევანდელი სტამბოლის, იმ ცნობილი ტაძრის მოდელზეა აგებული. ეს ძალიან კარგად გვაჩვენებს, თუ რამხელა კულტურული და არქიტექტურული გავლენა ჰქონდა მაშინ კონსტანტინოპოლს მთელ ამ რეგიონზე. და აი მივედით ბოლო მე-4 ნაწილამდეც, ცოცხალი მოედნები და უბნები, ანუ ხალხმრავალი სანაპირო და თანამედროვე სალონიკის პულსი. შეხედეთ არისტოტელეს მოედანს. ეს არის სალონიკის მთავარი, ყველაზე დიდი და შეიძლება ითქვას ყველაზე პომპეზური ცენტრი.
უბრალოდ წარმოიდგინეთ ეს უზარმაზარი ღია სივრცე, რომელიც პირდაპირ ზღვაზე გადის. აქ მუდმივი მოძრაობაა, გარშემო სულ კაფეები, მაღაზიები და სასტუმროებია. ერთი სიტყვით, აქ სრულად შეიგრძნობთ ქალაქის თანამედროვე აქტიურ სიცოცხლეს. არისტოტელეს მოედნიდან რამდენიმე წუთიც და უკვე ლადადიკას უბანში ვართ. პორტთან ახლოს მდებარე ეს ისტორიული ადგილი ნამდვილი დღესასწაულია. კვეთრი ფერებით შეღებილი შენობები, ვიწრო მყუდრო ქუჩები და რაც მთავარია, ტრადიციული ბერძნული ტავერნები. აი, იქიდან გამოსულ უგემრიელეს სურნელსა და ცოცხალი მუსიკის ხმაზე უბრალოდ ვერაფერს ვიტყვი. ეს თავად უნდა გამოსცადოთ. და აი, ჩვენი დაღმართით სრულდება ქალაქის ყველაზე ცნობილ საკულტო სიმბოლოსთან, თეთრ კოშკთან. ის თავის დროზე მე-15 საუკუნეში ოსმალების თავდაცვითი ნაგებობა იყო, მაგრამ დღეს ის მუზეუმია. და თუ ზემოთ ბოლო სართულზე ახვალთ იქიდან ქალაქის სპორტისა და ეგიოსის ზღვის ისეთი საოცარი ხედი იშლება, რომ დამიჯერეთ. უკეთეს ადგილს ტურის დასასრულებლად უბრალოდ ვერ ინატრებდით. მოკლედ ახლა, როცა ასე ვიზუალურად გავიარეთ ეს ყველაფერი. დაწყებული ზედაქალაქიდან, რომაული და ბიზანტიური დიდებულებით გაგრძელებული და ლადადიკას ფერადი ტავერნებით დამთავრებული. ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. თავად რომ ჩახვიდეთ სალონიკში. ამ მდიდარი ისტორიის რომელი შრის აღმოჩენას ისურვებდით პირველ რიგში. დაფიქრდით ამაზე. დიდი მადლობა რომ მიადევნეთ თვალი ჩვენს დღევანდელ მიმოხილვას. შეხვედრამდე.